ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებას უნდა ალბათ ესმოდეს, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი გამოვლინება იმის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის, de facto მთავრობის პირობებში არის მოქცეული სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თვითონ მოქალაქეს და სხვა შორის მნიშვნელობა არ აქვს ხმა ვის მისცა არჩევნებზე და პოლიტიკურად ვის უჭერს მხარს, რეალურად საქართველოს თვითონ მოქალაქეს, რომელსაც უნდა წარმოადგენდეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ხელისუფლება ნორმალურ ქვეყანაში და დემოკრატიულ გარემოში, სადაც აირჩევა მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოადგენს ყველა ამორჩეველს, წარმოადგენს ქვეყანას, მაგრამ როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლება გყავს და ხელისუფლება, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია, ის ვერავის ვეღარ წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის თუნდაც საკუთარი ამომრჩევლის და მით უფრო ქვეყნის და ზოგადად ჩვენი ხალხის ინტერესებს. ანუ საქართველოს მოქალაქეს დღეს, თვითონ მოქალაქეს საკუთარი ხმა აქვს დაკარგული ზოგადად გლობალურ აი ამ მართლაც სერიოზული გამოწვევებით სავსე სამყაროში, იმიტომ რომ ჩვენს ინტერესებს ვეღარავინ ვერ იცავს ვერსად, იმიტომ რომ de facto ხელისუფლება არის სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და ეს ძალიან ძვირი უჯდება თვითონ მოქალაქეს, იმიტომ რომ მათ შორის ამ გლობალურ ძალიან მოწყვლად და ტურბულენტურ სამყაროში სწორი პოზიციონირება ჩვენი ქვეყნის დღეს გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება დიდ საკმაოდ გრძელი ვადით განისაზღვროს გარკვეული ჩარჩო გეოპოლიტიკური სხვადასხვა რეგიონების თუ ქვეყნების მომავლის და ჩვენ ვართ აქ დარჩენილი აბსოლუტურად იზოლირებულ პოზიციაში. სალომე, თქვენ ახსენეთ სწორი პოზიციონირება, ჩვენ სხვა წინასწარმართანაც განვიხილავდით, ხო, რა ტიპის სურათს აჩვენებს პერიოდულად ქართული ოცნების ხელისუფლება, მაგალითისთვის კობახიძე აბუ-დაბიში ლიდერების შეხვედრაზე, სადაც საუბრობდა, რომ ევროში გაწევრიანების გზაზე დგას ქვეყანა, ევროინტეგრაციის კონსტიტუციაც ახსენა და ასე შემდეგ და იქ სხვა ტიპის სურათზე იყო ცოტა ლაპარაკი და ასევე ამბობდა, რომ მას აქვს ადგილზე არაბული სამყაროს ერთ-ერთი ქვეყნის მხარდაჭერა და ასე შემდეგ. აი როგორ ფიქრობთ, რეალურად რისი ახსნა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ოცნების რიტორიკა და მათი პოზიციონირება ემსახურება იმას, რომ მათ ხალხს მოუყვნენ, რომ კი არის თქვათ აქეთ სერიოზული პრობლემა, მაგრამ მე ვცდილობ დავიჭირო ბალანსი სხვაგან და აი რაღაც სოფლიოში არსებულ მოვლენებს რაღაც ვცდილობ რომ შევხედო გრილად. აი თქვენ რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც შესაძლოა ამგვარ იმ ადამიანებს, რომელსაც შესაძლოა ამგვარი დასკვნა გამოქონდეთ იგივე მათი რიტორიკის გათვალისწინებით. ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ასე ვთქვათ, რაღაც ვერ გაურკვევიათ ჯერ კიდევ ბოლომდე, რომ აბსოლუტური აბსურდი არის ქართული ოცნების დღევანდელი პოზიციონირება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი რაღაც ევროკავშირში აპირებენ გაწევრიანებას, ამ ხალხს ჯერ პირველ რიგში უნდა უთხრათ, რომ ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ გაწევრიანდება და ვინ არ გაწევრიანდება მის რიგებში და ევროკავშირის საბჭომ მიიღო ძალიან ცალსახა განცხადება გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, რომ საქართველოს შემთხვევაში გაწევრიანების პროცესი არის ფაქტიურად შეჩერებული, გაუქმებული, შეიძლება ითქვას ამ ეტაპზე და ეს არის ერთადერთი, რაც საქართველოს მოქალაქეს უნდა ესმოდეს იმასთან ერთად, რომ ძალიან ნათელი გახადა ევროკავშირმა, რომ ეს არის გამოწვეული ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკის შედეგად. ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გააუქმოს ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით დაცული პოლიტიკური და უფლებები, ადამიანის უფლებები და სხვა, მიიყვანა ქვეყანა იმ ვითარებამდე, რომ ევროკავშირს მოუწია შეჩერება გაწევრიანების პროცესის. ამიტომ ამას ემატება ის, რომ ამ წლის აქტუალური თემა იქნება ასევე უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რომელიც დიპლომატიურ პასპორტებს უკვე ჩამოერთმევა უახლოეს მომავალში უვიზოთ ევროკავშირში შეცვლის პრივილეგია და შემდეგი რიგში უკვე ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვეულებრივი საქართველოს პასპორტით. აი ეს არის ის რეალობა, რომელიც არის სიმართლე. რაც შეეხება ამ გარკვეულ არაფატიზმს, ესე ქვია საგარეო პოლიტიკა, სადაც სხვადასხვა ადგილებში რო ჩადიხარ სხვადასხვა რამეს ამბობ, ასე ვთქვათ, ამას რატო აკეთებს ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე, მე საზოგადოებას მინდა განვუმარტო, ჩვენი გეოპოლიტიკური ლოკაციით და ჩვენი
პოლიტიკური, მათ შორის, ასე ვთქვათ, კავშირებით საინტერესო ყოველთვის ვიყავით იმ ქვეყნებისთვის, როგორიც არის არაბული გაერთიანებული საემიროები ან აზიური სახელმწიფოები, სწორედ იმ მიზეზით, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან მომგებიანი გეოგრაფიული ლოკაცია და ამავე დროს ჩვენ ვართ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, იმიტომ რომ ამ ქვეყნებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო როგორც ხიდი მათ და ევროკავშირს შორის. საქართველო, როდესაც კარგავს ამ ფუნქციას, ანუ ჩვენთვის ევროპის კარი იკეტება და ჩვენ ხვალ შეიძლება უვიზო მიმოსვლა დავკარგოთ, ზეგ შეიძლება თავისუფალი ვაჭრობა გაგვიუქმოს ევროკავშირმა, ჩვენ ამ ქვეყნებისთვისაც არანაირ ინტერესს აღარ წარმოვადგენთ. რა ინტერესი შეიძლება იყოს საქართველო, თუნდაც იგივე არაბი ინვესტორებისთვის, თუ ეს არ არის მათი ინტერესები, არ ვიცი, მაგალითად საკუთარი, არ ვიცი, მოქალაქეების ჩამოსახლების, ხო, აქ არ ვიცი, როგორც მაგალითად სამშენებლო პროექტი შეიძლება იყოს, მაგრამ რეალური ინვესტიციები, ისეთი ინვესტიციები, რომელიც მაგალითად ქვეყანაში რეალურ სამუშაო ადგილებს ქმნის და ასე შემდეგ, მათთვის საინტერესო აღარ არის არც აზიური ქვეყნებისთვის, როგორ გონიათ ჩინეთთან რატო ვერაფერი ვერ ხდება, იმიტომ რომ როდესაც დინამიკა დაეცა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, ჩვენ აღარ ვართ საინტერესო, მათ შორის არც ჩინეთისთვის და არავის სხვისთვის. ამიტომ უბრალოდ მარტივი ტყუილი არის, რომ ჩვენ ჩავეხსნებით ევროპული განვითარების გზას და ამის შედეგად მივიღებთ რამეს გარდა რამოდენიმე ძალიან ნეგატიური განვითარების ამ ქვეყნისთვის. ერთი ეს იქნება ისევ კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება და გაზრდილი ფასები, იმიტომ რომ ეს უკავშირდება მათ შორის ჩვენ ეკონომიკურ იზოლაციას, რომელიც არის შემდეგი ეტაპი და მე ვიტყოდი ლოგიკური გაგრძელება პოლიტიკური იზოლაციის. მეორე ეს არის სწრაფი დაცლა საქართველოს საქართველებისგან, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი მოქალაქე ხედავს, რომ აღარ არის არანაირი პერსპექტივა, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, შეეცდება, რომ ქვეყანა დატოვოს, ვინც კიდე შეძლებს ამას, იმიტომ რომ ემიგრაციაც გახდა ძალიან რთული, როგორც ხედავთ, ზოგადად მსოფლიოში იკეტება, ასე ვთქვათ, ემიგრაციის შესაძლებლობები და მესამე ეს იქნება ასევე, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო ნაკლები ეკონომიკური შესაძლებლობები ზოგადად, ხო, იმიტომ რომ არც საიდან აღარ შემოვა არანაირი ეკონომიკური იმპულსი, იმიტომ რომ საქართველოს არ აქვს რესურსები, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უზრუნველყოს, თუ არ განხორციელდა რაღაცა დიდი გეოპოლიტიკური პროექტები, როგორც არის მაგალითად ანაკლიის პორტი, რომელიც ამ ხელისუფლებამ გააჩერა მიზანმიმართულად და ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ ჩანს არანაირი პერსპექტივა, რომ ეს პროექტი განხორციელდება. კარგი, სალომე, და ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ ახსენეთ პოზიციონირება ქართული ოცნების ამა თუ იმ საკითხზე, აი კონკრეტულად არსებულ საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით და იგივე რაც არის ჩვენს რეგიონში, ამის გათვალისწინებით მინდა კითხოთ, აი თქვენ რა ტიპის პოზიციონირება მიგაჩნიათ გამართლებულად ამ პროცესში, იზოლაციაც ახსენეთ ასევე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვაროს, მოქმედი ხელისუფლება ხშირად ეწევა მსგავს რიტორიკას, აი მაგალითად ირანთან დაკავშირებით თქვენს რომ ირანს უსურვებთ მშვიდობას, ხო, ასეთიც იყო და რაღაც ორივე მხრიდან ძალადობაზეც იყო ლაპარაკი ერთ-ერთი დეპუტატის მხრიდან და გასაგებია, ხო, რა ტიპის აღქმასთანაც გვაქვს საქმე. აი რაღაც გარკვეული ჯგუფისთვის შესაძლოა ეს რიტორიკა შესაძლოა იყოს რაღაც ახლოს და მისაღები. მაგრამ აი თქვენი გადმოსახედით, აი თქვენი პოლიტიკური გუნდის, თქვენი პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით რა იქნებოდა სწორი, არ ვიცი, სიფრთხილე თუ სწორი იქნება ეს შეფასება, შესაბამისი გზავნილები ჩვენი ტიპის ხელისუფლებისთვის. ძალიან მარტივია სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, მათ ისინი ცალსახად არიან ყველგან იმ რეჟიმების მხარეს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ხალხის პოლიტიკური ნების, მათ შორის ძალადობით ჩახშობას, იმიტომ რომ შეიძლება უფრო ბრუტალურია რეჟიმები სხვა ქვეყნებში, მაგრამ შინაარსით, რომ შენს მოქალაქეს უნდა გაუსწორდე, როგორც შეგიძლია და სხვა ქვეყანაში შეიძლება უფრო მეტი არის, ხო, ასე ვთქვათ, რაღაცა ამ უფრო მეტი სისასტიკე არსებობს, მაგრამ შინაარსი ერთი და იგივეა. ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა უცნობი ქიმიური ნივთიერება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ბევრი ადამიანი ამის ფასი ხდის დღემდე საკუთარი ჯანმრთელობით
ისინი აწამებდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ შორის ამისთვის განკუთვნილ სპეციალურ მანქანებში, ისინი იჭერენ და ციხეში აგდებენ ადამიანებს აბსოლუტურად ნებისმიერი, ასე ვთქვათ, შესაბამისი მიზეზის გარეშე, ნაკლები კიდევ ერთხელ შეიძლება ბრუტალურობით, მაგრამ არსებითად ერთი და იგივეა ყველა ავტოკრატიის შინაარსი, რომელიც ცდილობს, რომ სისხლში ჩაახშოს საკუთარი ხალხის პოლიტიკური ნება. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლობა ყველა პარლამენტარი ერქმევა მას თუ სხვა, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობს ყველას, ვინც საკუთარი ხალხის დაჩაგვრას, განადგურებას და მათი დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილების გაუქმების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობაზე ემხრობა. რაც შეეხება ჩვენს პოზიციონირებას, საქართველოს პოზიციონირება ყველა საკითხში უნდა იყოს ძალიან მჭიდროდ კოორდინირებული იმ გაერთიანებასთან, სადაც გაწევრიანება არის დღეს საქართველოს ერთადერთი გზა გადაარჩინოს საკუთარი სუვერენიტეტი და ვისაც ამის არ ჯერა, შეუძლია წაიკითხოს კიდევ ერთხელ, რას წერენ ამ თემაზე რუსი პროპაგანდისტები, რომ სუვერენულმა სახელმწიფოებმა მათ სამეზობლოში არ უნდა იარსებოს, ანუ საქართველოს არჩევანი დღეს არის მარტივი, ან ევროკავშირში ჩვენ გავწევრიანდებით და ამ გზას დაუბრუნდებით და საქართველო იქნება გამართული ევროპული ქვეყანა და მათ შორის ევროკავშირს საკმაოდ მე ვიტყოდი, ასე ვთქვათ, ისეთი პოლიტიკა აქვს, რომელიც აძლევს შესაძლებლობებს ქვეყნებს, რომლებიც არიან მისი წევრი სახელმწიფო ან კანდიდატი ქვეყანა, რომ გაითვალისწინოს საკუთარი რეგიონის რეალობები, მაგრამ არ უნდა აცდე ღირებულებრივ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრინციპებს და ეს არის აბსოლუტურად მარტივად გასაკეთებელი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჩვენ რო გვყავდეს დღეს ევროპული დღის წესრიგის ხელისუფლება და ეს არის ჩვენი ამოცანა და ამის ალტერნატივა მე მგონი გაგვიმარტეს ჩვენ რაც არის, ეს არის რუსეთის ფაქტიურად, ასე ვთქვათ, რაღაცა მართულ ტერიტორიად გადაკეთება ჩვენი სახელმწიფოს. მე მგონი ეს არჩევანი უფრო ნათელი არასდროს არ ყოფილა.